მაშინ როდესაც მოზარდებზე სოციალური ქსელის გავლენა იზრდება, ასევე იზრდება მექანიზმები, რომლითაც სოციალური ქსელი ცდილობს გააკონტროლოს და დაიცვას მოზარდების უსაფრთხოება სოციალურ ქსელში. კომპანია მეტამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად ტესტავს ხელოვნურ ინტელექტს AI-ს, რომელიც შეეცდება Instagram-ზე მოძებნოს ის მოზარდები, რომლებიც არასწორი ასაკით არიან დარეგისტრირებულები, რათა შემდგომ ისინი შეეცადონ გვერდი აუარონ სხვადასხვა შეზღუდვებს, რომლებიც აქვთ მოზარდებს სოციალურ ქსელში. ამჟამად მუშაობენ სწორედ ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელზე. ხელოვნური ინტელექტი ცდილობს იპოვოს სხვადასხვა სიგნალი, რითაც მიხვდება, რომ ესა და ეს აკაუნთი ანგარიში ეკუთვნის მოზარდს. ეს სიგნალები იქნება მაგალითად ზოგადი ქცევა, მონაცემები პროფილის და ასევე კონტენტთან ურთიერთქმედება, ანუ მასალებთან ურთიერთქმედება, როგორ აქვს მომხმარებელს. სხვადასხვა მექანიზმებს გამოიყენებს ამისათვის, კონკრეტულად ჯერჯერობით არის უცნობი და როდესაც იპოვის ხელოვნური ინტელექტი და მონიშნავს მოზარდის ანგარიშს, შემდგომ შეეცდება გადაიტანოს მისი ანგარიში teen account-ის ფორმატში. teen account-ი, ანუ მოზარდების ანგარიში, გასული წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა სოციალურ ქსელებში, დაიწყო თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. და ამ teen account-ით ვინც არის დარეგისტრირებული ბავშვები, მათი ანგარიშები არის შეზღუდული ფორმატით. ამაში შედის მაგალითად ის თუ შეზღუდული არის რაოდენობა, რამდენ ადამიანს შეუძლია კომუნიკაცია და დაკონტაქტება მოზარდთან, შეზღუდული არის რიცხვი, ვისაც შეუძლია პირადი მიმოწერა გამართოს არასრულწლოვანთან, ასევე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, მაგალითად პირდაპირი ტრანსლაციით შესვლა შეუძლებელი არის არასრულწლოვნისთვის, მოზარდისთვის, თანხმობის გარეშე, მშობლის თანხმობის გარეშე და რა თქმა უნდა ასევე კონტენტი, ანუ რა მასალას კითხულობს Instagram-ზე მოზარდი, ესეც შეზღუდული ფორმატით მოქმედებს teen account-ის ანგარიშებით. სწორედ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ იყო ის, რომ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ აუცილებლად არასრულწლოვნები თავიანთი ასაკის მიხედვით და პრობლემა იყო ის, რომ ძირითადად არასწორ ასაკს მიუთითებდნენ, რათა ბავშვები გამოჩენილიყვნენ როგორც მოზარდები. სწორედ ამიტომაც ხელოვნური ინტელექტის სისტემა ჩართეს ამაში, როგორც კომპანია მეტაში აღნიშნავენ. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე არაერთი ექსპერტი წერდა, რომ Instagram-ზე უკვე გამოიყენებს კომპანია მეტა AI-ს, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეტამ დაადასტურა ამის შესახებ ინფორმაცია და როგორც თვითონ აღნიშნავენ კომპანიაში, უფრო აგრესიულად, უფრო აქტიურად იმოქმედებს ხელოვნური ინტელექტი, იმისათვის, რომ იპოვოს ასეთი მოზარდების ანგარიშები, რომლებსაც არასწორად აქვთ მითითებული ასაკი. როგორც უკვე გითხარით, teen account-ები გლობალურად თანდათანობით ამოქმედდა გასული წლის სექტემბრიდან და როგორც კომპანია მეტა აღნიშნავს, 54 მილიონამდე მოზარდი დარეგისტრირდა teen account-ის ფორმატით და 97% 13-დან 15 წლამდე მოზარდებისა დარჩნენ ამავე ანგარიშში და კვლავ აგრძელებენ მოზარდების ფორმატით სოციალური ქსელის გამოყენებას.